მე გახლავართ მზაზა გუმელაშვილი, ჩემი სპეციალობები არის ფსიქოლოგია და რადიოინჟინერია. რაც შეეხება ეზოთერიკას, თანამედროვე ფსიქოლოგია უკვე ძალიან დაუახლოვდა ამ ყველაფერს. რაც ადრე მაგიას ეძახდნენ, დღეს გახდა ფსიქოლოგია. შესაბამისად, რომ არ დაინტერესებული ვიყავი ამ საკითხით, ალბათ შეიძლებაია. იმისათვის, რომ ადამიანმა შეისწავლოს ბუნებრივი მოვლენები ხომ, საჭირო არის, რომ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას მასზე, გარკვეული თეორია. ბუნებრივი რაღაც გარკვეულ კანონზომიერებას აღმოაჩენს, ექსპერიმენტების საშუალებით ამ კანონზომიერებიდან შემდეგ ადგენს ვარაუდს, ალბათ ასე არის მოწყობილი სამყარო. და ამის ნიადაგზე აკეთებს პროგნოზებს. ასე რომ გავაკეთოთ, ასე იქნება. თუ ეს პროგნოზები ექსპერიმენტით გამართლდა, ესე იგი ეს თეორია არის მისაღები და გარკვეული დროის განმავლობაში ეს თეორია მუშაობს. მაგრამ შემდეგ ადამიანები ატარებენ ახალ ექსპერიმენტებს, რომლის ფარგლებში უკვე ეს თეორია ვერ ჯდება და წარმოიქმნება ხოლმე საჭიროება, რომ შეიქმნას ახალი თეორია. ახალი პარადიგმა. თეორიები შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, მაგრამ პარადიგმა არის ფილოსოფიური შეხედულება მთლიანად საფაროს. თუმცა კი არაფერი ახალი სინამდვილეში არ არის ახალი, ყველაფერი ყოველთვის იყო და არც ახლა გეტყვით არის ძალიან ძველი წარმოდგენა. რომ სამყარო არის ღმერთის სიზმარი. ასე წერია ვედებში. რას ნიშნავს ეს? ჩვენ როდესაც სიზმარს ხედავთ, წინასწარ სიზმარს ხედავთ, სადღაც 99% არ გვახსოვს, რომ ეს სიზმარი სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ეს რეალობაა და ბოლომდე ავიქვამთ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ წერავთ ჩვენს ლოგინში თბილად, ხო? ამავე დროს შეიძლება გავხდეთ გაშუალე თოფში და მოგდებდეს თეთრი დათვი უკან. და როდესაც გავიღვიძებთ, მხოლოდ მაშინიღა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სიზმარი. გამოდის, რომ ჩვენ სიზმარში ცხოვრობ სულ სხვა სამყაროში, სულ სხვა რეალობაში და რეალობასაც აქვს სრული უფლება იმისა, რომ განაცხადოს პრეტენზია რეალობას. ესე იგი მისტიკა. კი ბატონო. ვირტუალური რეალობა. არის ისეთი მოვლენები, როდესაც ადამიანი არის ორმაგ სიზმარში. მე თვითონაც მქონია ასეთი შეგრძნება, აი რაღაცას ხედავ სიზმარში, შემდეგ გამოვიღვიძებ, კიდევ კარგი გამოვიღვიძებ და კიდევ კარგი სიზმარი ყოფილა და ამ დროს ისევ სიზმარში ვარ. და მეორედ გამოღვიძება მჭირდება კიდევ, რომ და მე კი ასეთი მოვლენები ხდება და მე პირადად გამომიცდია ასეთი რაღაც. ასევე არის სხვა ფენომენი, ცნობიერი შესვლა სიზმარში. როდესაც შენ უკვე სპეციალური ვარჯიშების შედეგად, რა თქმა უნდა, ყველას არ გამოზის, მაზოქს ნიჭი აქვს და ავტომატურად გამოზის. შედიხარ ცნობიერად სიზმარში და იქ რასაც გინდა აკეთებ. როდესაც როდესაც კონკრეტული ადამიანები შედიან ცნობიერ სიზმარში, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ნებისმიერი სიტუაცია, შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანებს, თუნდაც გარდაცვლილებს და კონდეთ მათთან საუბარი. გამოიტანონ იქიდან ინფორმაცია. ორი ის არის რა, შეიძლება შენ ისეთი მოთხოვნილებებით დაიკმაყოფილო სიზმარში, რასაც ხატში ვერ იკმაყოფილებ. შეიძლება ძალიან ამორალური იყოს, ოდემითო ვერ იკმაყოფილებ და შეიძლება რომ გამოიტანო იქიდან ინფორმაცია. მაგალითად, შეხვდე ეინშტაინს, შეხვდე იგივე ნიუტონს და კითხო რაღაცეები. რეალურად შეიძლება იქიდან ინფორმაციის გამოტანა. ამიტომ გეუბნები თქვენ, რომ სამყარო არის ღმერთის სიზმარი. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ჩვენ მოგვიერთეს სპეციალური აპარატურა, რითაც გამოთიშეს მხედველობა, სმენა, შეხება, ვესტიბულარული აპარატი, გემოს შეგრძნება, ყნოსვა და ასე შემდეგ და მოკლედ ჩართვით შეიყვანეს სხვა რეალობა კომპიუტერიდან. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს არ იქნება სხვა რეალობა, სხვა სიცოცხლე. ის კი არა და ბევრი მოთამაშე კომპიუტერული თამაშების მოყვარული, რომლებიც დღეს ძალიან გატაცებული არიან კომპიუტერული თამაშებით, იმდენად ღრმად ჩაერთმობიან ხოლმე ამ თავის თამაშს. ხო, ამ ვირტუალურ რეალობაში უკვე იქ ცხოვრობენ. ეს სამყარო ამათვის ვერაფერი არ არის და არის ერთადი ის სამყარო. ავსტრალიაში არის ასეთი ტომი, სადაც მამაკაცები, რადგანაც მხოლოდ მამაკაცები, ცხოვრობენ ორ რეალობაში, სიზმარში
და ცხადში. სიზმარში მათ სხვა წოდები ყავთ, სხვა რეალობა აქვთ, გაიძინებენ, ცხოვრობენ იქ, შემდეგ გაიღვიძებენ, უცორი აჭმევს, დაბანს და ის ისევ დაიძინებს და ისევ სხვა სამყაროში. ამბობენ, რომ ადრე ადამიანები ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ, მათ ჰქონდათ ამის ნიჭი, შემდეგ ჩამოვიდნენ რეალურად უცხო პლანეტები, რომლებსაც შეშურდათ ამ ადამიანების ორმაგი რეალობის და წაახვეს ერთი რეალობის აღქმის უნარი, ეს ლეგენდარი, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის რა როგორ იყო სიამთვილეში, მაგრამ ეს რომ ასეთი ტომი არსებობს, ეს ფაქტია. და არ მარტო ეს ტომი, აგრეთვე მიწამკითხა წიგნები, სადაც ადამიანებს აქვთ აღწერილი თავიანთი განცდები ამის. Ну, დავარქვათ ამას სიურრეალიზმი, მაგრამ ვის შეუძლია თქვას, რომ ესეც არ არის სიურრეალიზმი. აი, აქეთკენ იმყავს მე ეს ყველაფერი. ჩვენ ეხლა ვის შეუძლია თქვას, რომ ეს არ არის სიზმარი. და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეალობა არის ღმერთის სიზმარი, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ღმერთები, რომელმაც დაიძინა და ხედავს სიზმარს. რა თქმა უნდა, ღმერთი თუ ხარ, ბუნებრივია აკონტროლებ კიდევაც შენ სიზმარს, მაგრამ თუ კი გინდა რომ ინტერესი შეძინო შენ სიზმარს, რაღაცა პატარა თავისუფლების ხარისხს აძლევ. თუ არა ის მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას, რა ინტერესია. ამის მსგავსი წარმოდგენა უკვე თანამედროვე ღმერთის სიზმრის მსგავსი უკვე წარმოდგენა არის კომპიუტერული თამაში. Წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი აპარატი, რომელსაც შეუძლია მთლიანად გამოდიშოს ჩვენი გრძნობათა ორგანოები, პირდაპირ მიუერთდეს ჩვენ twins და დიდი კომპიუტერი არის მიერთებული ამ მოწყობილობაზე. ჩვენ გადავდივართ იმ რეალობაში, რომელშიც გვინდა. ჩვენი სხეული წევს, ლამაზად დავხსე, არც ცივა, მას უვლიან სპეციალური პერსონალი ჩვენ კიდე ვერთობით ჩვენურად ასეთ რეალობაში. და ვის შეუძლია თქვას, რომ ახლაც არ არის ვარიანტი, რომ ჩვენ ახლა ასეთი პიროვნებები ვართ, რომელსაც გონია, რომ ამ საქართველოში ცხოვრობთ ახლა გარეთ თოვია. არ არის, ხო? აბსოლუტურად თუ კი ყველა გრძნობათა ორგანო არის გადართული, უკვე შენ აღარ გაქვს საშუალება, რომ აღიქვა რაღაცა როგორც სხვა რეალობა, მაგრამ გაქვს საშუალება. თუ კი რაღაცა ლოგიკის ფარგლებს გასცემ. თუ კი რაღაცა ძალიან არარეალური ხდება, უკვე ფიქრობ, რა შეასაქმე, იჩქმედა, ხო? რატო იჩქმედა ხოლმე, ხო? რომ დავხსნით, რომ ჩვენ სიზმარში არ ვართ და შეგვიძლია რომ რაღაც მომენტებში გამოვიღვიძოთ და გამოვიხედოთ. ახლა ამ თვალთახედვიდან ეტაპობრივად განვიხილავ სხვადასხვა პარანორმალურ მოვლენებს და ავხსნი ახალი პარადიგმის საფუძველს. მაგალითად ავიღოთ ბიოლოგაცია. როდესაც ავიღებთ კანკარას, ზედ ჩამოკიდებული ტვირთით და ის გეუბნება ან ხოს, ან არის. ან და უფრო რთული მოწყობილობა, ჩარჩოები, ხელში გვიჭირავს ხორცალი და როდესაც მიუახლოვდებით ჩვენთვის საინტერესო ობიექტს, მაშინ ეს ჩარჩოები შემოტრიალდება. ზოგს შეუძლია, ზოგს არ შეუძლია, მაგრამ ბევრს შეუძლია. და დამოკიდებულია ბიოველზე. აი მე სხვა მოსაზრება მაქვს. ბიოველზე არანაირად არ არის დამოკიდებული. და კეთვით როგორ. ჩვენი არაცნობიერი პირდაპირ ვერ ახერხებს, რომ დაამყაროს კომუნიკაცია ჩვენს ცნობიერთან, მხოლოდ და მხოლოდ ახერხებს შეგრძნებებით, ემოციებით და ეს ნაკლებად ინფორმატიულია. ის მაინც რომ შეეძლოს, რომ ხო ან არა გვითხრას, ესეც ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა, ხო? და სწორედ აი ეს ხო და არას თქმა მას შეუძლია ჩვენი კუნთების საშუალებით. არაცნობიერ შეუძლია ჩვენი კუნთების საშუალებით, რომელ კუნთებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რაღაც მომენტში, გადმოგცეს ინფორმაცია. სწორედ აი ამ კუნთების საშუალებით არაცნობიერი შეატრიალებს ხელს და აკანაებს ხელს იმისათვის, რომ ან კანკარა მიმოძრაოს ისე როგორც საჭიროა, ან და ამ ჩარჩოებმა იმოძრაოს ისე როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ეს გამოვიდეს, ჩვენ გვჭირდება გარკვეული განწყობა იმისა, რომ ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ რეზულტატი გვაინტერესებს და არ გვაინტერესებს რაიმე შედეგი ანიქით, ან აქეთ, ხო? ობიექტური ადამიანები ვართ. ამის შედეგად არაცნობიერი გვაწვდის ინფორმაციას. მაგრამ ყველას ეს არ გამოსდის.
იმიტომ რომ არაცნობიერს თავის საკუთარი ინტელექტი აქვს, თავის საკუთარი აზრები, ზოგი არის ხასიათზე, რომ ჩვენთან ასეთი ურთიერთობა დაამყაროს, ზოგი არა. ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული და ყველაზე ადვილი მეთოდი, რითაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ ინფორმაცია არაცნობიერისგან. მეორე ძალიან საინტერესო მოვლენა ტელეკინეზი. რა არის ტელეკინეზი? როდესაც ადამიანს შეუძლია ფიზიკური ზემოქმედება დისტანციურად. ბევრი შემოხვედრია ისეთი ადამიანი, ვინც იჩემებს, რომ ტელეკინეზის უნარი მაქვს. როგორ მოწდება ეს? ადრე ტარდებოდა ექსპერიმენტები, ჯუნა დავითაშვილთან, შემდეგ რევას ხომერიკიც ატარებდა ექსპერიმენტებს, რომ ასევე ძაფზე ჩამოკიდებ ძალიან მსუბუქ რაღაცას და ცდილობ ხელებით როგორმე ეს შემოატრიალო. ბევრს გამოსდიოდეს და ვაიმე რა მაგარია ტელეკინეზი მაქვს. ნუ რას უკაცრავად, მე დააფარეს შუშის კოლბა და მოშთა რომ ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ ელექტროსტატიკური მოვლენა და მეტი არაფერი. მაგრამ ვიღაცა კოლბის იქითაც კი ახერხებს იმას, რომ შემოატრიალოს. მე ვიცნობ ადამიანებს საქართველოში, რომელსაც რეალურად შეუძლიათ საბრძოლო ხელოვნებაში გამოიყენონ ეს მოვლენა, მაგრამ რა თქმა უნდა მე არ ვიტყვი, ვის შეუძლია. მაგრამ რუსეთში არის ძველი მაგიური ტრადიცია, როდესაც ხელის აქნებით ან და ჯოხის აქნებით შესაძლებელი არის დისტანციურად ძირფასზე ადამიანი. ამდა გამოაცალო მას ენერგია და ის თვითონ დაეცეს გულწასული. ასეთი მოვლენები არსებობს. აგრეთვე იაპონიაში არის ასეთი ოსტატი, იყო ასეთი ოსტატი მოერხეი უეშიბა, რომელმაც გამოიგონა აიკიდო, მაგრამ ბოლოს უკვე ფიზიკურ ვარჯიშებიდან ის გადავიდა მედიტაციურ ვარჯიშებზე და ამის შედეგად გამომგანებით თავში იმის უნარი, რომ დისტანციურად ახდენდა თავის მოწინააღმდეგეების. რაში არის საქმე? რატომ არის რომ ზოგიერთს არ გამოდის, ზოგიერთი ახერხებს მარტო ძალიან პატარა ძალებით მოქმედოს და ზოგიერთს კი გამოსდის. მე მოვიყვანდი ასეთ შედარებას შტეპსელი და როზეტკა ინტერნეტისათვის. შტეპსელში არის 220 ვოლტი ძალიან ძლავრი ენერგია, მაგრამ ამ როზეტკაში მოდის ინფორმაცია. მაგრამ მაშინაც არის რაღაც ძალიან პატარა ენერგია, ხო? რომ დავადოთ ტესტერი, შეიძლება რამდენიღაც მილივოლტი მივიღოთ. ეს ადამიანები უერთდებიან ამ ინფორმაციულ წყაროს და იმ ენერგიის ხარჯზე უნდათ რომ რაღაცა გააკეთონ და გამოსდით ძალიან სუსტი რაღაცეები. და ვიღაცა უერთდება 220 ვოლტს და იმას უკვე შეუძლია რეალურად რომ ძლიერი ფიზიკური ზემოქმედება მოახდინოს. მაგრამ სინამდვილეში თუკი ჩვენ უფრო ღრმად წავალთ და გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერული თამაში, ციფრული რეალობა, სულაც არ არის საჭირო იმისაც, რომ რაღაცა გრანდიოზული მოახდინო ენერგია. ენერგია არის ილუზია. ამ ვირტუალურ რეალობაში, ისევე როგორც დრო არის ილუზია, ისევე როგორც მატერია არის ილუზია, ენერგიაც არის ილუზია. შეზღუდვის ერთ-ერთი სახე. სინამდვილეში საკმარისია შენ გარკვეულ კოდებს ფლობდე, ან და ძალიან ძლიერ წმენას ფლობდე, რაც ასევე საინტერესო ფენომენი არის, რომ შენ შეგიძლია ძალიან ძლავრი ზემოქმედების მოხდენა ფიზიკურ სამყაროს. რა თქმა უნდა, გარდა დამანგრეველი ზემოქმედებისა, ტელეკინეზით შეიძლება სიკეთეც აკეთო, მაგალითად განკურნება, უსისხლოდ ჩაუტარო ადამიანის ოპერაცია და ამოაჩენა მაგალითად ბრმანაწლავი, ხო? აქედან გადავიდეთ განკურნებაზე. მე მუშაობდი ქალბატონ ლაურა რუხაძესთან. ლაურა რუხაძე არის რევას ხომერიკის მოსწავლე. რევას ხომერიკის ჰქონდა თავისი სკოლა, შექმნილი ექსტრასენსური სკოლა. ლაურა რუხაძე თავიდანვე ჰქონდა ძალიან ძლიერი ნიჭი ამისი და იქ უკვე სისტემიზირება მოახდინა თავისი ნიჭის. მას ისეთი ძლიერი ენერგია აქვს, რომ შეუძლია და ბევრჯერაც გაუკეთებია ეს ფსიქიკური საავადმყოფოდან, აი უიმედო ფსიქიკური ავადმყოფები, სულით ავადმყოფები განუკურნია და გამოუყვანია. ბიობელი და ბიოენერგია მეტნაკლებად ყველა ადამიანს აქვს
მეტნაკლებად ყველა ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ სხვა ადამიანზე მოახდინოს თავისი ბიოლოგიური ზემოქმედება, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც მუსიკას ნიჭი ჭირდება, ასევე ამასაც ჭირდება ნიჭი. ასე როგორც მუსიკაში შეიძლება ნაკლებად ნიჭიერმა ადამიანმა დიდი შრომის წყალობით რაღაცას მიაღწიოს, ასევე ბიოენერგო კორექციაში შეიძლება რომ გარკვეული ვარჯიშებით ადამიანმა რაღაცას მიაღწიოს. უნდა აღნიშნო დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს განკურნების უნარი, ტელეკინეზის უნარი, თუნდაც ბიოლოკაციის უნარი. დამოკიდებულება რელიგიისა ამ ადამიანების მიმართ. თვლიან რომ ეს ადამიანები არიან ეშმაკთან შეკროლები, ან არაწმინდა სულით შეპყრობილები და იმის გამო აქვთ მას ასეთი უნარი. მაგრამ მე ვთვლი, ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ თუ კი ადამიანს აქვს ფენომენალური ნიჭი ხატვის ან და მუსიკის, რატომღაც არ თვლიან რომ ის ეშმაკთან არის შეკროლები. თუმცა კი თუ ვიღაცას ბონდა, იმაზეც შეუძლია რომ თქვას რომ ეშმაკთან არის შეკროლები. ისე რომ ეს ყველაფერი არის ნიჭი, გამოწოდებული არის იმისათვის, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს, ხო? შეიძლება ვიღაცა თავისი ამ პარტავნების შედეგად გადავარდეს მარადმში, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. ასევე ჩვენ მარადმში გადავარდნილი მხატვრებიც გვინახია და მუსიკოსიც. რაც შეეხება განკურნების მეთოდებს, ჩემი საკუთარი დაკვირვებით. არის ზოგიერთი ექსტრასენსი, რომელიც უბრალოდ ენერგიას გადასცემს თავის პაციენტის სხეულს და ამ ჭარბი ენერგიის საფუძველზე იმ ადამიანს, რომელსაც ენერგია ცოტა აქვს, ამ ენერგიით შესაძლებელია რომ განეკურნოს, მაგრამ შესაძლებელია პირიქითი ეფექტიც მოხდეს. ამიტომაც ეს ყველაზე უფრო პრიმიტიული მეთოდი არის, რომ უბრალოდ ადგე და შენი ენერგია გადასცე ვიღაცას. არის უფრო ცოტა წინწაწეული მეთოდი ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ აურა დაინახონ, ისინი ხედავენ სად არის აურა გამრუდებული, სად არის გარღვეული აურა და თავიანთი ენერგიით, მასებით შეუძლიათ რომ კორექცია მოახდინონ ამ აურის. რა თქმა უნდა, ეს უფრო წინწაწეული მეთოდია, პროგრესული, იმიტომ რომ შენ რაღაცას აკონტროლებ, რაღაცას აკეთებ. თუმცა კი უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, ამ ადამიანს აურა რომ აქვს დაზიანებული, ეს მისი არასწორი ცხოვრების წესის გამო ხდება და შენ შეგიძლია რომ დღეს გაუსწრო აურა, მაგრამ თუ ის გააგრძელებს ისე ცხოვრებას, მაშინ მისი აურა ისევ იგივე მდგომარეობაში მოვა. თუმცა კი ვიღაცამ თუ კი რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, რატომაც არ უნდა განიკურნოს ეს ადამიანი ამ სტრესის შედეგად მიღებული დაზიანებისაგან. მაგრამ თუ კი ის ფსიქოლოგიურად არ განიკურნა, ამ სტრესი თქვენში აქვს ჩამოშტარია რა, ისევ ახლიდან დატრიალდება ეს ყველაფერი. მე მივიდივარ იქამდე, რომ ბიოენერგეტიკული მკურნალობა არ არის ეფექტური შორს მიმავალ პერსპექტივაში, თუ კი ამ ადამიანმა არ მიიღო ფსიქოლოგიური მკურნალობა. და უფრო მეცაც ვიტყვი, თვითონ უბრალოდ ფსიქოლოგიურ მკურნალობას შეუძლია თავისუფლად ჩაანაცვლოს ბიოენერგეტიკული მკურნალობა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითგანადგურების მექანიზმს გამორთავს და ჩართავს თვით აღდგენის მექანიზმს. უფრო მაღალი დონის ბიოენერგოკორექტორები სწორედ ამ დონეზე მუშაობენ, გამორთავენ თვითგანადგურების მექანიზმს და ჩართავენ თვით აღდგენის მექანიზმს. თუ კი ხვლიკ შეუძლია რომ მოწყვეტილი კუდი გაიზარდოს, თუ კი ჩვენ ადამიანებს ხელი გაგვეჭრება, ხელი დროთა განმავლობაში შეხვეწდება, თუ მეტი ენერგია გვექნება, რატო არ შეიძლება რომ მაგალითად ამოღებული კბილი ახლიდან ამოგვიყვება. ასეთი რაღაცაც შესაძლებელია, რომ ხელი გადაუსვა და თელდება. ეს დამოკიდებული არის, რამდენად ნიჭიერი არის მკურნალი, მაგრამ დამოკიდებული არის აგრეთვე იმაზე, რამდენად სჯერა პაციენტს თავისი მკურნალის. თუ კი ეს ორი ფაქტორი არ არის შესრულებული, ერთის მხრიდან ნიჭი, ენერგია, ხოლო მეორის მხრიდან რწმენა და მიღების უნარი, მაშინ ნორმალურ ეფექტს არ უნდა ველოდეთ. ასე არის ეს მექანიზმი მოწყობილი. და ბოლოს მინდა გადავიდე ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო
მოვლენაზე ეს არის ინფორმაციის მიღება. ზოგადად შეიძლება დავარქვათ ამას ნათელმხილველობა. ნათელმხილველობის საინტერესო მოვლენა არის ავტომატური წერა. როგორ ხდება ავტომატური წერა? ხელში იჭერს ადამიანი კალამს, მოდუნდება, ისე დაიჭერს, რომ კალამა თავის მოძრაობს, დასვავს შეკითხვას და ელოდება. გარკვეული დროის მერე კალამი თავისით იწყებს მოძრაობას, კალამი თავისით წერს და ღებულობს პასუხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ პიროვნებას დავუსვათ ეს შეკითხვა. თუნდაც ღმერთს დავუსვათ ეს შეკითხვა და ის ჩვენ პასუხებს გაგცემს. მაგრამ ესეც ნიჭის ამბავია, ზოგიერთ ადამიანს აქვს ამის ნიჭი, ზოგიერთ ადამიანს ამისი ნიჭი არ აქვს, მაგრამ ვისაც აქვს, ასეთ ადამიანებს მთელი წიგნები აქვს დაწერილი ამ ავტომატური წერის საშუალებით. მე არ აქვს. მე შემიძლია დაგესახელოთ ძალიან გახმაურებული და გავრცელებული ბესტსელერები, რომელიც ასეთი მეთოდით იქნა დაწერილი. აგნი იოგა, მაგალითად, დაწერილი იქნა ავტომატური წერის საშუალებით. აგრეთვე ნილ დონალდ უოლში მას აქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი, ყველაზე გავრცელებული არის საუბარი ღმერთთან, რომელმაც დაუსვა შეკითხვები ღმერთს და ავტომატური წერის საშუალებით მიიღო უშუალო პასუხები. თუ თქვენ წაიკითხავთ ამ წიგნებს, ნამდვილად მიხვდებით, რომ ადამიანი ესეთ რაღაცას ვერ დაწერდა. აგრეთვე სხვანაირი ფენომენი დაახლოებული ამასთან იყვნენ ასეთი ადამიანები, ესტერ და ჯერი ჰიგს მეუღლეები. იქიდან ესტერ მეუღლე ცოლი მას ჰქონდა უნარი, რომ საბეჭდ მანქანაზე იბეჭდა, ასეთი დავარქვათ ავტომატური წერის საშუალებით, ხოლო მისი მეუღლე ჯერი სვამდა შეკითხვებს. აი ასეთი საინტერესო ტანდემი შეიქმნა. ხოლო შემდეგ უკვე პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი, ესტერმა აღარ ჭირდებოდა ბეჭდვა და უკვე მაგნიტოფილზე წერდნენ ამ ლაპარაკს. მაშინ ჯერ კომპიუტერები არ იყო და შექმნილი არის გადასარევი წიგნები, ასევე ასეთი მეთოდის საშუალებით, მათთან კონტაქტზე გამოდიოდა ასეთი პიროვნების ჯგუფი, ასწრაფული პიროვნების ჯგუფი, სახელად აბრაჰამი და აბრაჰამი ძალიან საინტერესო რაღაცებს ეუბნებოდა მათ. ირჩევთ, რომ წაიკითხოთ ეს წიგნი არის ინტერნეტში, როგორც ტექსტური სახით, ასევე აუდიო წიგნებით. ძალიან კარგი. და ახლა განვიხილოთ ძალიან საინტერესო მოვლენა, ძალიან წინააღმდეგობრივი მოვლენა, თეფშის ტრიალი. როგორ ხდება ეს? შეიძლება ბავშვობაში ბევრს გაიგეთებიათ ასეთი რაღაცა, თეფშს დადებენ განმობრუნებულ ზედისას და ახატავენ, შემდეგ ქაღალდს დაწერენ ანბანს, აქეთ კი, აქეთ არას, თითებს დაადებს რამდენიმე ადამიანი. კონი გამოიძახებენ ვიღაცის სულს და თეფში იწყებს ტრიალს. რატომ იწყებს თეფში ტრიალს? აი ახლა შეკითხავ, როგორ ფიქრობთ, რატომ ტრიალებს თეფში? არ ვიცი, მე თვითონ გამიკეთებია, მაგრამ არ ვიცი. ნუ ეს ფოკუსიკები არიან. არა, ფოკუსიკები არ არიან, მე როგორც ექსპერიმენტი. რა ხდება? რა თქმა უნდა, ახლა ეს ჩემი მოსაზრება არის, არ შემიძლია რაღაც დისერტაცია. თეორია მაგისი არსებობს საერთოდ. მე მაქვს თეორია. რატომ ხდება ეს? კონცეფცია. როდესაც რამდენიმე ადამიანი ადებს, თითებს, ყველა ფიქრობს, რომ ის ატრიალებს. შესაბამისად, თვითონ მოდუნებულია. და ამიტომაც ჩვენს არაცნობიერს შეუძლია, რომ ჩართოს აი ეს ჩვენი კუნთების საშუალებით რეაქცია. და თითოეულის არაცნობიერი იმის გამო, რომ კონტროლი გათიშულია, იმიტომ რომ გონია, რომ სხვა ატრიალებს, ხდება თეფშის ტრიალი. არის ეს მართლა რეალური? არის, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა არის საჭირო. შენ თუ კი გახარდა რაღაც გარდაცვლილების სულები გამოიძახე და თუ კი შენ კიდევ რაღაც დემონები გამოიძახე, შედეგსაც იგივეს მიიღე, ხო? იმასთან რომ სამყაროში ძალიან უამრავი არსებები არიან, რომლებიც ზოგი საშიშიერი და ზოგი არა. ამიტომ აუცილებელი არის, რომ სერიოზული უსაფრთხოების ზომები მიიღო.
იმისათვის, რომ პრობლემები აირიდო თავიდან. და კიდევ, შენ თუ კი მოლოდინი გაქვს ასეთი და თუ კი შიში გაქვს ასეთი, რომ ვაიმე ეხლა რაღაცა შეიძლება მოხდება. ამიტომ ასეთ მოვლენასთან, რა თქმა უნდა, ხუმრობა არ შეიძლება. საჭირო არის ძალიან სერიოზული და ფრთხილი მიდგომა, მაგრამ შეიძლება ამ მეთოდის საშუალებით საინტერესო ინფორმაციის მიღება. როგორც ხდება, როდესაც ერთი ადამიანი აკეთებს ამას, მე ვიცნობდი ასეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ მარტომ გააკეთოს ეს. უბრალოდ მისი არაცნობიერს უკვე ისე კარგად არის გავარჯიშებული, ჯერ რამდენიმე აკეთებდა და მე მარტომ ვცადა. მისი არაცნობიერი უკვე ისე კარგად გაიწაფა, რომ მარტო შეუძლია რომ კუნთები ამოძრავოს და თვითონ ის ადამიანი გაიწაფა იმაში, რომ ეს კუნთები არ აკონტროლოს, გადასცემს თავის კონტროლს მას. ისე როგორც აი ესტერ ჰიქსი შეუძლია რომ თითები გაანთავისუფლოს და დაბეჭდოს საბეჭდ მანქანაზე. სხვათა შორის ისინი ამ მდგომარეობაში შედიოდნენ მედიტაციის საშუალებით. მედიტაცია იყო ძალიან მარტივი, ხო, მოდუნდე, ჩაჯდე კრესლოში, სავარძელში, ჩაჯდე და დაიწყო სუნთქვაზე დაკვირვება. ეს გავრცელებული ბუდისტური მედიტაცია არის, თუმცა ტანტრაშიც იყენებენ ამას და ამის საშუალებით შედიოდნენ ისინი ამ მდგომარეობაში. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი ესეთი არ ჭირდებათ, თავისით იტიშებიან და მოსდით ინფორმაცია. ორი სახე უნდა გამოყოთ აქედან, ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი. რა განსხვავება მათ შორის? ნათელმხილველი ვერ აკონტროლებს twin-ით, რას ლაპარაკობს ან რას წერს, წინასწარმეტყველი უკვე აკონტროლებს. წინასწარმეტყველს აქვს იმდენად სუფთა გონება, სუფთა სული, რომ არ ამახინჯებს მოსულ ინფორმაციას. შეუძლია რომ გაატაროს. იმის გამო, რომ უმეტესობა ადამიანები ამახინჯებენ შემოსულ ინფორმაციას, ამიტომ ასეთი საშუალება მოიგონეს, მათ იქ არის ნებისმიერი კანცელარია თუ რა დავარქვათ. ადამიანი იტიშება. და შესაბამისად, როდესაც twin-ი უკვე აღარ მუშაობს, როგორც კონტროლის მექანიზმი, ამიტომ შეიძლება რომ ის ინფორმაცია გადმოცემული იქნას ინტერპრეტაციის გარეშე. ამ დროს უკვე საჭირო არის ორი ადამიანი. ერთი რომელიც გამტარია და მეორე რომელიც შეკითხვებს სვავს და პასუხებს იღებს. იმიტომ რომ ის ადამიანი რომელიც გამტარია, ის გათიშული არის და იმას არ შეუძლია რომ თვითონვე შეკითხვები დასვას. ამ მოვლენას ქვია ჩენელინგი. ჩენელინგი